მერთმა დაგლოცოთ, შვიდობა და წყალობა არ მოგეგოთ, ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩვენ სულიერ საკითხების შესახებ ვისაუბრებთ. კერძოდ იმის შესახებ, რომ მთავარი მიზანი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა არის მოპოვება სათნოებებისა, რათა საბოლოო ჯამში ადამიანმა მარადიული სასუფეველი დაემკვიდროს. სწორედ აი ამ სულიერი სახლის აშენების სწავლებას გვთავაზობს ჩვენ დიდი მამა ამბა დოროთე და მისი სწავლების მიხედვით განვიხილოთ ეს საკითხი, თუ როგორ ხდება ადამიანის სულიერი ზრდა და როგორ აშენებს ის თავისთვის სასუფეველს და ამას პირობითად სახლი უწოდა მან და როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანებს, რომ გამოსვლათა საკითხავში წერია ესეთი რამ, რომ ეშინოდა ყრმის აღქმულთა მათთა ღვთისა, იშენეს თავისა თვისისა სახლებო. აქ მიწიერი სახლები გულისხმება და რას ნიშნავს აოგოს სახლები ღვთის შიშით? ეს არის ის, რომ წმინდა წერილის თანახმად სათნოებზე აგებული სახლი ავაგოთ და მოიპოვოთ იქ სამკვიდრებელი. ანუ წმინდა წერილი ამ შემთხვევაში გვესაუბრება არა მიწიერ სახლზე, არამედ სულიერზე, რომელსაც ადამიანი საღვთო ცნებების დაცვით აღაშენებს. სწორედ წმინდა წერილი გვასწავლის ძმანუდადანო, რომ ღვთის შიში და სულს მცნებების დასაცავად აღძრავს და აი ამ ცნებათა შემწეობით ნელ-ნელა ადამიანი აშენებს აი ამ სულიერ სახლს. ჩვენც რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა ვიყოთ და საკუთარი თავის მიმართ უნდა გვეშინოდეს მცნების დარღვევისა, გვეშინოდეს სასჯელისა და აღვაშენოთ უნდა ჩვენც ყველა ჩვენთაგანმა საკუთარი სახლი, სულიერი სახლი, რათა იქ მარადიული სამკვიდრებელი გქონდეს და აი ესეთი როგორც ადამიანს აქ ყოფ ადამიანს სჭირდება თავშესაფარი ზამთარში, წავდარში, წელვასა თუ ჭექა-ქუხილში, რადგან უდიდესი განსაცდელები ეწევა ხოლმე ამ დროს ამ ჟამს ადამიანს, ასევე ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ყველანაირად ისე მოვიწყოთ სულიერ ცხოვრება, რომ იმ განსაცდელების ჟამს ჩვენ უკვე მცნებებით აღჭურვილებმა აღვაშენოთ ეს სასურველი სულიერი სახლი. ესე იგი, წმინდა მამა აბა დოროთე გვასწავლის ჩვენ და როგორ უნდა შენდებოდეს ეს სულიერი სახლი, როგორც მიწიერი სახლის შენება, ესე იგი ზედმიწევნით შესწავლას მოითხოვს, ასევე ჩვენც უნდა ზედმიწევნით დავიწყოთ აი ამის შესწავლა. ვისაც ამგვარი სახლის აშენება უნდა, მან ყოველხრივ უნდა გაამაგროს ის კედლები 4-ვე მხარეს უნდა ამოუყვანოს და არა მხოლოდ ერთ მხარეს და არ უნდა იზრუნოს მხოლოდ ერთი კუთხის გაკეთებაზე, არამედ მთლიანად სახლის აშენებაზე. აი ამგვარად ის ვერავითარ სარგებელს ვერ იპოვის ისეთი ადამიანი, თუ მხოლოდ ნაწილობრივ აშენებს სახლს. ასევე ჩვენი სულიერი ცხოვრება, ძმანუდადანო, თუ როგორც ზოგიერთები იქცევიან, რომ ამბობს წმინდა აბა დოროთე და აი ამ ზოგიერთებში ყველამ საკუთარი თავი უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამოირჩევენ რომელიმე სათნოებას და მხოლოდ მას აღასრულებენ და დანარჩენს კი უგულებელ ყოფენო, შესაძლოა აი ამ სათნოებისათვის ადიდებენ კაცნი, ამიტომაც აღასრულებენ ისინი გულმოდგინებით და აღარც ეშმაკი ებრძვით ამის გამო და აი ამ ადამიანებს შეუმჩნევლად წარეტაცებაო და აღაშფოთებს როგორც წესი სხვავნებები, მაგრამ აი ამ სხვავნებებს არ ეწინააღმდეგებიან და მათ გონიათ, რომ რაღაცას მიაღწიეს იმით, როდესაც მათ ერთი სათნოება რომელიმე აღასრულეს. წმინდა ესე იგი აბა დოროთე აი ამ კატეგორიას ადარებს იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ ერთ კედელს ან ორს აშენებს და არა მთლიანად სახლს. და ეს არის სწორედ მხოლოდ ერთი კედლის აღმართვა, თანაც რაც შეიძლება მაღალის და ფიქრობს, რომ უდიდესი საქმე აღასრულა ამითი
და ის კი არ უწყისო, რომ ოდესმე ძლიერი ქარი დაბერავს და აი ამ კედელს, რომელიც აღმართულია საკმაოდ მაღლად, მაგრამ 4 მხრიდან არ არის შეკრული, ის დიდი ძლიერი ქარის შედეგად წაიქცევა და ეს ძლიერი ქარი გახლავთ ის განსაცდელები, ის ეშმაკის 1000 ხრიკი და მავნებლობა, რომელიც ყველა მხრივ ესხმის ადამიანს და რა თქმა უნდა, აი ესეთი ამპარტავნულად თუ ფიქრობს ადამიანი, რომ აი ერთ რაღაც სათნოებას აღასრულებს და ამითი მოიპოვებს სასუფეველს, მას მეორე მხრიდან, მესამე თუ მეოთხე მხრიდან დასცემს ის. თავდაპირველად წმინდა აბა დოროთე გვასწავლის ჩვენ, რომ საძირკველი უნდა დავდოთ. საძირკველი ეს არის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოება. როგორც ამას ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, თვინიერ სარწმუნოებისა ვერა შეძლებელა არს სათნო ყოფად. და აი ამ საძირკველზე უნდა აიგოს ადამიანმა კედლები თანაბრად და თან წყობილად. წმინდა წერილი ასევე გვასწავლის ჩვენ, რომ მკლდესაზე დააღვაშენო, ხო, ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯუჯუხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ წმინდა მამა გვასწავლის, რომ აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს აგებული ეს ყოველივე ამ მკლდესაზე და აი ამ თვინიერ აი ამ სარწმუნოებისა მართლმადიდებლობისა, რა თქმა უნდა, ის მშენებლობა იქნება ქვიშაზე აგებული, რომელიც რაც არ უნდა ძლიერი იყოს კედლები და სახურავი, მაინც დაინგრევა, ვინაიდან არ არის აშენებული ძლიერ მტკიცე საფუძველზე, რაც არის ჭეშმარიტი სწავლება ეკლესიისა, მისი კანონები, მისი დოგმები და მისი ურყევი უცვლელი სწავლება. შემდეგ ესე იგი იწყება, აი ადამიანი იწყებს ამ კედლების თანაბრად, თანწყობილად, ესე იგი ამოყვანას. წმინდა მამა ამბობს, რომ როდესაც მორჩილების გამოჩენა მოუწევს, დადოს ერთი ქვა მორჩილებისაო. ანუ ჩვენ სულიერ ცხოვრებაში გვაქვს ეს მომენტები, ხო? მუდმივად გვჭირდება სხვადასხვა ცნებების შესრულება გვიწევს ყოველდღიურად. ანუ მოგვიწია მორჩილების შესრულება, შეასრულო უნდა ის კეთილგონიერად და მორჩილების შესაფერისად, როგორც ამას ეკლესია გვასწავლის და იქნება დადებული ერთი ქვა ამ მშენებლობაში. როდესაც ძმისაგან განსაცდელი შეგემთხვევა, დადევიო კიდევ ერთი ქვა მოთმინებისაო. ანუ ჩვენ მოგვივიდა ხო განსაცდელი და თუ ეს განსაცდელი ღირსეულად მივიღეთ და არ დავიწყოთ ტვინვა და მით უფრო შეპასუხება და ლანძღვა და გინება, ჩვენ კიდევ ერთი ქვა, ესე იგი სათნოებისა დავდევით ამ შემთხვევაში. და როდესაც მარხვის დრო დადგებაო, დადევი კიდე ერთი ქვაო. აი ეს არის მარხვა, პირველ ყოვლისა არის სულიერი მარხვა იგულისხმება, როგორც ფიზიკურთან ერთად. და ამგვარად ყოველი ეს სათნოებისაგან უნდა შეიკრიბოს ეს სათითაო და აეშინოს ეს სულიერი სახლი. ის უნდა აიგოს ერთნაირად ყოველმხრივო. ხან ესე იგი თანალმობის ქვა დავდოთ უნდა, ანუ გულმოწყალება გამოვიჩინოთ, ესე იგი მოყვასის მიმართ, ხან საკუთარი ნების მოკვეთა, ანუ როდესაც ჩვენ მოვიკვეთ მავნებას, ამითი უდიდეს სულიერ სარგებელს მოუტან საკუთარ თავს. ხან სიმშვიდის და სხვა კიდევ მსგავსი ამისი, ამასთან ერთად ეს მხნეობასა და მოთმინებაზეც უნდა იზრუნოს ადამიანმა. ესე იგი, აი ამ მხნეობით, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მხნეა სულიერ ცხოვრებაში, მას ყველაფერი გამოდის, ხოლო სასოწარკვეთილ რაღაც პესიმისტური სულისკვეთების მქონე ადამიანს, როგორც წესი, და მოწყინებაში მყოფებს უჭირთ შემდეგ სულიერ ცხოვრება და უიმედობაში ვარდებიან, რაც კატეგორიულად აგვიგზალა ჩვენ უფალმა და მოგცა წმინდა მამების სახით უდიდესი სწავლება, როგორ ვებრძოლოთ აი ამ მოწყინებასა და აი ამ სასოწარკვეთილებას. ესე იგი, მშენებელი ქვებს კირით აერთებს, ამბობს წმინდა აბა დოროთე, რადგან კირის გარეშე ქვები ჩამოცვივა და სახლი წაიქცევა. ძველ დროში კირით აშენებდნენ, ეხლა რა თქმა უნდა ცემენტით აშვენებენ, მაგრამ თქვათ იგივე შინაარსის არის, რა თქმა უნდა, კირი
არის, ესე იგი რა არის კირი, რომ შეაერთებს, ხო, შეკრავს ამას ყველაფერს. ასევეა სულიერ თვალსაზრისით სიმდაბლე. აი სიმდაბლე თუ არ იქნა გაზავებული ეს ყველა ჩვენი სათნოება, რომელსაც ჩვენ ჩამოვთვალე და რომელიც არ ჩამოგვითვლია ჯერ, რა თქმა უნდა, მის გარეშე ვერანაირი სულიერი ცხოვრება წარმატებული ვერ იქნება. რადგან სწორედ აი ამ სათნოებაშია ჩადებული ადამიანის ყველაზე დიდი ფასეულობა. ანუ სიმდაბლის გარეშე აღსრულებული საქმე არ არის სათნოება. მაგალითად ვაკეთებთ ხო მოწყალებას, მაგრამ თუ ამას ამპარტავნებით ვაკეთებთ, რა თქმა უნდა ეს არ არის ხო მოწყალება. თუ ამას რაღაცა სხვა მიზნებით ვაკეთებთ, როდესაც ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ დღეს და თუ ადამიანი პირიქით ყოველივეს ისე აკეთებს, რომ თითქოს და არც გაუკეთებია, ეს არის სწორედ ის სათნოება, რომელიც ჩვენ ესოდენ გვესაჭიროება. და ბოლოს ამბობს, რომ ეს სახურავი კიდე, სახლის სახურავი არის სიყვარული, რომელიც ესე იგი თავია სათნოებებისა, ისევე როგორც სახურავია სახლის თავი. ანუ სახურავის გარშემო, ესე იგი სახურავი რას ნიშნავს სახურავი ძმონდადანო, რომ სიყვარული არის ყველაფრის თავი. თუ სიყვარულის გარეშე ვაკეთებთ საქმეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სიყვარულის გარეშე არ არაიარსო. ანუ არაფერი ფასი არ აქვს საქმეს თუ მცნების შესრულებას, თუ ამას ჩვენ არ დაურთეთ სიყვარული. არაფერი შედეგი არ ექნება ჩვენს მართლმორწმუნეობას, თუ ჩვენ ამას რაღაცა ზეადამიანური, რაღაცა სქიზმატური დამოკიდებულებით მიუდგებით, ხომ? ასევეა ყველაფერი ყველა სათნოება ითხოვს თავისებურ ძლიერ გამოხატულებას აი ამ სიყვარულისა. რაც არის ესე იგი სახურავი, ანუ სახურავის ქვეშ უსაფრთხოთაა უკვე სახლი და აი ამ სიყვარულით განზავებული სული, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო უსაფრთხოთაა, ვიდრე სიყვარულის გარეშე მყოფი. შემდეგ წმინდა მამა ამბობს, რომ გარშემო უნდა მოაჯირი უნდა შემოავლო, რაც ნიშნავს სახურავის გარშემო, ჯულში წერიაო, უკვე თუ აღიგოთ თავთა თქვენთათვისა სახლი, დაბურეთ ერთო მისი, რაით არა შთამოიჭრენ შვილნი თქვენი ერთოსაგან ქვე. ანუ მოაჯირი არის სიმდაბლე. რადგან იცავს და იფარავს ყოველ სათნოებას. როგორც ყოველი სათნოება, ესე იგი უნდა აღესრულებოდეს სიმდაბლით, მსგავსად ამისა, რაც უკვე ვთქვით, რომ ყოველ ქვას კირი დაედება, ასევე სათნოების სრულყოფილებისათვის საჭიროა სიმდაბლე. წმინდანი, რაც უფრო წარემატებიან ღვაწლში, ჩვენ ამას ვხედავთ კარგად წმინდათა ცხოვრებიდან, მით უფრო მეტ სიმდაბლეს ავლენენ და არაერთხელ გვითქვამს ჩვენ ამის შესახებ, რომ რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად შეიცნობს ის საკუთარ ცოდვილობას, ხომ? და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ხედავ საკუთარ თავს, მით უფრო მეტ სიღრმეებში მიდიხარ და მით უფრო მეტად განიწმინდები. თუმცა, ხა ამას ადამიანი სულიერ ცხოვრებაში ვერ ხედავს, ანუ უпростоრად ეს დაფარულად ხდება ღვთისაგან და ადამიანი ნელ-ნელა წარემატება სათნოებაში, მაგრამ ამავე დროს მას უდიდეს ცოდვილად მიაჩნია თავი, რადგან ხედავს, რაც უფრო სიღრმეში მიდის სულიერებაში, მით უფრო ხედავს, რამდენად დაშორებულია ის ღმერთს. და სახლის შენება, როდესაც დასრულდა, მას სარტყელიც აქვს, სახურავიც, რომლის შესახებაც ვთქვით, რომ ის არის სათნოებათა თავი და ესე იგი ერთოც გვაქვს და მოაჯირიც და სახლი მზად არის, ხომ? და კიდევ ხო არა რამე საჭიროა სვავს ესეთ კითხვას წმინდანი და თუმცა ერთი რამ არ გვითქვამს ჩვენ და ეს არის სახლის მშენებელი დახელოვნებული უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს კედელი გაუმრუდდება და სახლი ოდესმე დაიქცევა. ანუ ხელოვანი კი არის ის, ვინც გონივრულად აღასრულებს
და ზოგიერთი იტვირთავს აი ამ სათნოებას, მაგრამ იმის გამო რომ უგუნურად აღასრულებს, წაახდენს საქმეს და ბოლომდე ვერ მიიყვანს მას. ანუ აქ საუბარი აქვს წმინდა მამას იმის შესახებ, რომ ეს სახლი ვინც საშენებს, ის გონიერად უნდა აღასრულებდეს ამას სულიერი ჭვრეტით. როდესაც დადებს ერთ ქვას, მან არ უნდა გამოაკლოს მას მეორე, ხომ? თუ ესე იგი უგულოდ აკეთებს, ან გაფანტული, ან უცოდინარი, ხომ? ჩვენ ვიცით, რომ რამდენი შემთხვევაც გინდა იმდენი არის, რომ აშენებს, მაგრამ ამავე დროს ანგრევს. სხვა მაგალითად კიდე ერთს დადებს და ორს აიღებს, ხომ? და ეს როგორ ხდება? როდესაც აი მაგალითიც მოყავს წმინდა მამას, რომ მოვიდა ძმა და გითხრა შეურაცხყოფელი ან გულისატკენი სიტყვა და თუ კი დადუმდები და მუხს მოიდრეკო, მათ ამით ერთ ქვას დადებ. შემდეგ მიდიხარ და სხვა ძმას ეუბნები, ამა და ამ ძმამ ესა და ეს მითხრა, მე არა თუ დაუთმე მუხლიც მოუდრიკეო. ესე იგი წაიტრაბახე ცოტა გამოდის, ხომ? ესე იგი მე დაუთმე და ესე იგი ამ სათნოებაში თან ამ პარტავნებაც გავაზავეთ და აი ესეთ სათნოებას წმინდანები გვიგზალავენ და ამბობს, რომ შენ ერთი ქვა კი დადე, მაგრამ ორი აიღეო, ამბობს წმინდა აბა დოროთე. და ასევეა სხვა სათნოებებიც, როდესაც კაცი სხვას მოუდრეკს მუხს იმისათვის, რომ შეაქონ, მასში არ არის, რა თქმა უნდა, სიმდაბლე რა, ის ნაზავია, ესე იგი, ამ პარტავნებით როგორც მოგახსენეთ. და ჩვენ წმინდა ეკლესია კიდე გვასწავლის, რომ ვიღაც ვისაც ვემსახურებით ჩვენ, ხომ? ამისათვის ესე იგი, აი მაგალითად ავანტყოფს, მაგრამ ემსახურებით ჯილდოსათვის ესეც უგულისხმობაა. ანუ ჩვენ როდესაც ჯილდოს აი ამ ქვეყნად ვითხოვთ, მაშინ რა თქმა უნდა ეს სათნოება არ არის სრულყოფილი. თუმცა ცხადია, სიკეთეა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სრულყოფილებაზე ვსაუბრობთ და განსაცდელი მას აი ამ კეთილი საქმისაგან ადვილად განაშორებს და მას ვერ მიყავს საქმე ბოლომდე, იმიტომ რომ უგულისხმოდ აღასრულებს, ხომ? და რამდენი ასეთი დამოკიდებულება გვინახავს ჩვენ, აი განსაკუთრებულად წარმოსაჩენია ჩვენი საავადმყოფოები. არაერთი ადამიანი შეუნიშნავს ეს, რომ რაღაცა თითქოს აი ექიმებიც, ექთნებიც თითქოს აკეთებენ საქმეს, მაგრამ როგორც წესი ძალიან უგულისხმოდ, ძალიან ცივგულიანად და უხეშად ხშირ შემთხვევაში და ამას ხედავს ადამიანი, ანუ თან აკეთებს, მაგრამ რისთვის აკეთებს? ჯილდოსთვის და ჯილდო რა არის? ხელფასი, ხომ? რომ ხელფასი კონდეს და სამსახური შეინარჩუნოს, მაგრამ ეს არის საკმარისი? ჩვენ როდესაც საქმე გვივალება, იმ საქმეს ქრისტიანული მიდგომაც ჭირდება. ანუ ჩვენ გულისხმიერებით, სიყვარულით, მოწყალებით უნდა მოვიქცეთ ყველა ჩვენს სნეულს განსაცდელში მყოფს. სწორედ ეს არის სათნოება. ხო, თუ როდესაც იცი რატომ ემსახურები მას და რომ ავადმყოფი უფრო დიდ სიკეთეს იქს მისთვის, ვიდრე თავად ავადმყოფისთვის, ეს კიდევ რა თქმა უნდა სხვა არის. და ჩვენ იმას ვამბობთ მანდადანო, რომ თუ კი ადამიანი აი ამ სათნოებებს გულისხმიერად აღასრულებს, მაშინ ის უდიდეს ჯილდოებს მოიმკის არა ამ ქვეყნიურს, არამედ იმ ქვეყნიურს. აი მაგალითად, თუ კი ადამიანი მარხულობს თავმომწონეთ, ან ფიქრობს, რომ სათნოებას აღასრულებს, ხომ? ის გულისხმობს, რომ მარხულობს და ამის შედეგად იწყებს ძმის შეურაცხყოფას, რადგან საკუთარი თავი უკეთესი გონია მაგალითად, ხომ? არის ესეთი უამრავი შემთხვევა. ესეთი ადამიანი არათუ ერთ ქვას დადებს და ორს აიღებს, არამედ საერთოდ მოყვასის განკითხვის გამო მთელ შენობას დააქცევსო, ამბობს წმინდა მამა. ხოლო ვინც გონივრულად მარხულობს, მას არ მიაჩნია, რომ საერთოდ სათნოებას აღასრულებს. აი ეს არის წმინდანების განწყობა, რომ ისა წმინდანი და ქრისტიანი, ჭეშმარიტი ქრისტიანი აკეთებს საქმეს, მაგრამ არც ფიქრობს, რომ რამეს აკეთებს. აი ამ სიმდაბლეზე საუბრობს წმინდა მამა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. ვისაც სურს, რომ ღმრთის შეწევნით ესეთი მადლისმიერი მდგომარეობას მიაღწიოს,
ნუ ვიტყვით, რომ დიდნი არიან სათნოებები, ესე იგი და შეუძლებელია მათი მოპოვება. ესეც კიდევ ერთი სწავლება, ხომ? აი წმინდა მამა გვასწავლის, ხომ? ზოგიერთი და ხშირად ჩვენ დროში ხშირად გაისმის ესეთი პათოსის საუბარი, რომ აი დიდია ეს სათნოებები და ჩვენ არ შეგვიძლია და ვინც ამას ამბობს, მას ან ღმერთის შეწევნის იმედი არ აქვსო და ან სურს თავი კეთილ საქმეს მიუძნას და დასახლეს, რომელიც ვნებებით სათნოებაო. ესე იგი, ანუ დაასახელეთო, რომელიც გნებავთ სათნოებაო. ჩვენ განვიხილავთ მას და თქვენ ნახავთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მისი აღსრულება, თუ კი მოვისურვებთ ამას. ესე იგი, რაშია საქმე, რომ წმინდა წერილი გვეუბნება, შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი, ხო? ნუ მიაქცევ ყურადღებას, რაოდენ შორს ხარ აი ამ სათნოებისაგან. წმინდა მამები გვეუბნებიან, რათა შეძრწუნებულმა არ თქვა, როგორ შემიძლია მე შევიყვარო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ანუ როგორ შემიძლია ვიზრუნო მის საჭიროებებზე, როგორც საკუთარზე, ხომ? განსაკუთრებით, რომლებიც გულში აქვს დაფარული და არავინ უწყეს. ნუ გაგიტაცებს ამგვარი მსჯელობა და ნუ იფიქრებ, რომ სათნოება აღემატება შენს ძალებს და შეუძლებელია მისი აღსრულებაო, ამბობს წმინდა მამა. ეს იმას ნიშნავს მანდადან, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საქმის კეთება და შემდეგ ღმერთი თავისი მადლმოსილებით, როდესაც ჩვენ სათნო საქმეს ვიწყებთ, შესაბამისად მის ძალასაც გვაძლევს, რათა აღვასრულოთ ის სათნოება. უნდა დაიწყო, როგორც მამები ამბობენ, სათნოების აღსრულება ღვთისადმი სასოებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ არა საკუთარ ძალის ხმევაზე, საკუთარ ნებაზე თუ მცდელობაზე, არამედ ღმერთის სასოებაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მცდელობა. მაშინ ღმერთი, რა თქმა უნდა, შეიცრავს. შეიძლება ჩვენ არა ვართ ისეთი დიდი მოღვაწეები და რა თქმა უნდა, არც ავართ და ამას ამბობს წმინდა მამათა სწავლება, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ზნეობრივ დეგრადირებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ იმასაც ამბობენ ძველი მამები, რომ ვინც ბოლომდე დაითმინა და ვინც გულისხმიერად მაქსიმუმი თავისი შესაძლებლობისა გააკეთა, ის ძველ მამებზე უფრო აღმატებულიც იქნებაო. ასე რომ აი ამ უძლურებას სისუსტეს თავისი ნუგეშები აქვს, თავისი კიდე ძალა ემატება, როდესაც ჩვენ ვიცით ნამდვილად, რომ რა ნუგეში შეიძლება ვიპოვოთ ჩვენ დროში, ჩვენს სულიერ მდგომარეობის შედეგად, როგორ შეიძლება გამოვიდეთ გამართლებულნი და გამარჯვებულნი. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავიწყებთ ამ საქმეს, მაგრამ როგორც კი შეუდგებით საქმეს, მაშინ უნდა ვნახავთ, რომ სათნოების შესრულება დღესაც აბსოლუტურად შესაძლებელია. ელემენტარული მოთხოვნებია აი ამ დროს. ნუ გაუკეთებ მოყვას ბოროტს, ცუდს ნუ რაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, ნუ შეურაცხყოფ, ნუ განიკითხავ და ამის შემდეგ თანდათან შეძლებ მისთვის კეთილი საქმის აღსრულებასო, ანუგეშებ სიტყვით და გაიზიარებ მის ტკივილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, აქ რა ხდება, ესე იგი, პირველ შემთხვევაში ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვახერხოთ, რომ ბოროტი განზრახვები მოყვასის მიმართ შევწყვიტოთ, შევაჩეროთ, ანუ ცუდის რახვა, რაღაც ცილის წამება, ბრალდება, განკითხვა და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოშორებული გვექნება, უკვე იოლად გავაკეთებთ სათნოებას და ამგვარად ავალთ ჩვენ, ესე იგი, ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღვთისშეწევნით კიბის თავსაც მივახცევთ, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერ ცხოვრებაში. შემდეგ, თუ ადამიანი მოისურვებს, წმინდა წერილი როგორ ბრძანებს, რომ ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ. ესე იგი, რას ნიშნავს ეს სიტყვები? ითხოვდეთ და ნათქვამია იმისათვის, რომ მოუწოდოთ ღმერთს, რომ ლოცვით, ესე იგი, ამასია საუბარი, ითხოვდეთ ხომ და ძიება ნიშნავს გამოვიძიოთ, თუ რა გზით მოვიპოვება სათნოება,
რა უნდა აღვასრულოთ მის მოსაპოვებლად. ეძიებდეთ და პოვებდეთ. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ მუდმივ ძიებას ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს აი ამ ძიებაში, როგორ გამოვიდეს აი ამ სულიერი ჩიხიდან. ხოლო ირეკლეთ რას ნიშნავს იმას, რომ აი ამ ცნებათა აღსრულებას, რადგან რეკვა არის სათნოების გაკეთება, ხომ ადამიანი ხელით რეკავს, ხოლო ხელები ნიშნავს საქმეს. ანუ ჩვენ ორი რამ გვევალება, ესე იგი, აი ამ წმინდა წერილს აი ამ სიტყვებიდან ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ ეძიებდეთ და პოვოთ, ირეკლეთ და განგეღოთ. ესე იგი, ითხოვოთ ლოცვა არის, შემდეგ როგორც ხედავთ, ეძიებდეთ ნიშნავს მუდმივ ძიებას და პოვებთო, აუცილებლად იპოვითო და შემდეგ ირეკლეთ, ანუ უკვე მოღვაწეობდეთ უნდა, ანუ გადადგათ უნდა ეს საქმე უნდა ვასრულოთ და არა უბრალოდ ვისაუბროთ აი ამ თემებზე. აი ამ შემთხვევაში ჩვენ უდიდეს სარგებელს მივიღებთ და აუცილებლად შეგვეწევა ღმერთი. შემდეგ არის კიდევ შემდეგი საკითხები, განსახილველი, რომ როდესაც არის განსაცდელი მოწეული ხომ ადამიანზე და ღმერთს არ სურს, რომ ჩვენს მაგალითად აი ამ სასჯელი მოგვეწიოს, ჩვენც ვიყოთ რაღაც განსაცდელის მდგომარეობაში და წმინდა აბა დოროთე ამბობს, რომ აი მაგალითად ღმრთის ნებით დაშვებულია შესაძლებელია რომელიმე ქალაქის დაქცევა, ხომ? იყო არაერთი შემთხვევა ამისი ძველ აღთქმაში განსაკუთრებულად და ეხლაც ვხედავ ჩვენ აი ამ რეალობას, მაგრამ ღმერთს არ სურს ეს, ჩვენ თავად წაუკიდოთ, რომ არ სურს, რომ ჩვენ თავად წაუკიდოთ აი ამ ქალაქს ცეცხლი, ხომ? ან ავიღოთ რაღაც ნაჯახები და ჩვენი ხელით დავანგრიოთ ეს. ეს რა თქმა უნდა მას არ სურს. ესევე როდესაც ღვთის მიშვებით რომელიმე ადამიანს მოეწევა განსაცდელი ან ავადმყოფობა, მას არ სურს, რომ ჩვენს გულს ვტკენდეთ აი ამ ადამიანს, ან ვამბობდეთ ის ხომ ღვთის ნებით დასნეულდაო და არ შევიბრალოთ. ღმერთს ეს არ სურს მანდადან პირიქით მისი ნება გვიხილოს იმდენად კეთილნი, რომ არ გვსურდეს მის მიერ სხვაზე დაშვებული განსაცდელი. ანუ ნებავს მას, რომ მისი კეთილი ნების მოსურნენი ვიყოთ, რაც არის მცნებათა დაცვა. ანუ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ უნდა თანამობილნი, ესე იგი გავიღებდეთ მოწყალებას და სხვა ამის მსგავსი სათნოებებს და ეს არის სწორედ ღმერთის კეთილი ნება, რაც ნიშნავს სათნობის ცხოვრებას და პირიქით, როდესაც ესეთი ბოროტება ხდება დედამიწის ზურგზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იმ ბოროტი ნების აღსრულება, რომელიც ადამიანმა განავრცო საკუთარ თავში თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. მან არ აირჩია სიკეთე, არამედ ბოროტება და ბოროტების შედეგია ცოდვა, ბოროტების შედეგია სნეულება, განსაცდელები, კატასტროფები, კატაკლიზმები. და ყოველივე ეს რაც ხდება, სწორედ რომ ბოროტების შედეგად ხდება და არა ღვთის ნებით, არამედ მხოლოდ ღვთის დაშვებაა ამ შემთხვევაში. ეს არის სწორედ ჭეშმარიტი ხედვა აი ამ განსაცდელებისა და ყოველი კეთილი საქმე უნდა აღვასრულოთ ჩვენ სწორედ ღვთის ცნების ფარგლებში, როგორც ამას ითხოვს ქრისტიანობა თავისი სრულყოფილების სახით. აი მაგალითად, თუ კი ადამიანს შეხვდება მაგალითად ღატაკი, ობოლი, რომელიც გარეგნულად ლამაზია და გარეგნობის გამო მოეწონება და წაიყვანს აღსაზრდელად, როგორც გლახაკობოს, მაგრამ ამავე დროს ლამას ეს არის კეთილი საქმე და ღვთისნების აღსრულება, მაგრამ არა სათნოება. ნახეთ, რას ამბობს წმინდა მამა, ესე იგი კი გავაკეთეთ ხო, აი გლახაკი წავიყვანეთ, მაგრამ აქ იყო ერთი მომენტი, რომ ის იყო ლამაზი, ხომ? ანუ ამბობს წმინდა მამა იმას, რომ აქ ჩვენ რაღაც პატარა დაშვებები გვაქვს, ჩვენ აღვასრულეთ ღვთის ნება, მაგრამ არა სათნოება, ანუ სიყვარულით გაკეთებული შეიძლება ადამიანი არა ლამას ამოირჩევდა, არამედ ყველაზე განსაცდელში მყოფს, ყველაზე შეუხედავს, ხომ? აი იქ როდესაც იტვირთავდი, მაშინ ის უფრო, რა თქმა უნდა, სრულყოფილი სათნოება იქნებოდა. უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ძალა და მადლი აი ამ მოწყალებისა იმდენად დიდია, რომ ცოდვათა მიტევება შეუძლია. ამას ამბობენ წმინდა მამები და ამიტომ
ჩვენ როდესაც ვაკეთებთ აი ამ მოწყალებას, ის რა თქმა უნდა ვცდილობდეთ, რომ მაქსიმალური სრულყოფილებით გავაკეთოთ ეს. პირდაპირ ამბობს წმინდა წერილი, რომ ქმენ მოწყალება, რათა განერე ცოდვათა შენთავ. ესე იგი, აქ არის სწავლება, რომ განერიდები ცოდვას თუ გააკეთებ მოწყალებას. ასევე ლუკა მახარებელი ამბობს, რომ იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალი არის. მიაქციეთ ამასაც, ამ განმარტებასაც ყურადღება, რომ მას არ უთქვამს, რომ იმარხულეთ, როგორც მამაზე ციერი მარხულობსო. არც იმას ამბობს, რომ უპოვარნი იყვენით, როგორც მამაზე ციერიაო, არამედ გითხრა რა, რომ იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არის. რადგან ეს სათნოება განსაკუთრებით, ესე იგი, მიამსგავსებს ადამიანს ღმერთს. და აი ამგვარად მუდამ უნდა გვმართებს ჩვენ, ესე იგი, ვისახავდეთ მიზნად და გულისხმის ყოფით აღვასრულოთ უნდა სიკეთე. და რადგან მოწყალება მიზნად სხვადასხვა რამის გამო შეიძლება გაკეთდეს, ანუ მიზანი შეიძლება იყოს აბსოლუტურად ამქვეყნიური. მაგალითად, ერთი მოწყალებას იმისათვის გასცემს, რომ მისი ყანა იკურთხოს, ხო? ღმერთიც აკურთხებს მის ყანას და მისი მიზანი მიღწეული იქნება. მეორე მაგალითად გასცემს მოწყალებას, რათა გადარჩეს მისი ხომალდი და ღმერთიც საფასებს აი ამას და იფარავს მას. სხვა კიდევ გასცემს იმისათვის, რომ ღმერთმა მისი შვილები დაიფაროს, ღმერთიც ფარველობს მათ. სხვა კიდევ იმისათვის გასცემსო, რომ განდიდდეს და ღმერთიც განადიდებს მას და ღმერთი არავის უგულობელყოფს, ხო? არამედ თითოეულს ანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს და თუ კი მისი სულისათვის საზიანო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა უკვე მიიღო თავისი საზღაური და უფალს აღარაფერი მართებს მათი. ეს არის მთავარი სათქმელი აქ, იმიტომ რომ ისინი არაფერს ეძიებდნენ იმ ქვეყნიურსო, ხო? და რას ითხოვდნენ, ესე იგი, ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას, ხო? ყანა ქონოდათ, კარგი შვილები ყოლოდათ, კარგად ჯამთელად, კი ბატონო, ზოგი განდიდებისთვის, საკუთარი განდიდებისთვის, ამისთვისაც მისა, კი ბატონო, მაგრამ სულიერი არ მოუთხოვია არავის, ხო? და შედეგად აი ამ ქვეყნიური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და როგორც წმინდა მამა ამბობს, უკვე მიიღეს თავისი საზღაური, ანუ ამ ქვეყნად მიიღეს. ეს რა თქმა უნდა არ არის ის სულიერი სახლის შენება, როდესაც ჩვენ აქაურს ვაშენებთ, ხოლოდ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და აი ეს სრულყოფილება თუ ჩვენ გვსურს, უნდა გასცე, რომ ჯილდო მოიპოვოს სასუფეველში, ის აღემატება პირველს, მაგრამ არც ის არის ღვთისნების ამსრულებელიო, რადგან ჯერ კიდევ არ არის ძის ხარისხში. არამედ რა არის ძის ხარისხში მყოფნა? როგორც ესე იგი წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ მხოლოდ სამი სახის სიკეთე არსებობსო, ესე იგი, აღვასრულებთ სიკეთეს ტანჯვის შიშით და ვართ მონის მდგომარეობაშიო, ანუ ეს სიკეთეა, მაგრამ ესე იგი საფეხურები აქვს, ხო, ამ სიკეთეს, ანუ ტანჯვის შიშით და ვართ მონის მდგომარეობაში, ან აღვასრულებთო იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ჯილდო და ვართ დაქირავებული მუშის მდგომარეობაში, ან აღვასრულებთ სიკეთეს სიკეთისთვისო და მაშინ ვართ ძის ხარისხშიო. რადგან ძე აღასრულებს მამის ნებას არა შიშის გამო და არა ჯილდოსათვის, არამედ სურს სათნო იყოს მას. პატივი მიაგოს მას და განუსვენოს, ესე იგი, მასთან ერთად მარადიულ მდგომარეობაში. ამიტომ ვერავინ იტყვის, არ შემიძლია მოწყალების გაცემა, ხო? რადგან სხვადასხვა სახის მოწყალება არსებობს, როგორც ჩამოვთვალეთ. თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი ძალების და სულიერი წყობის შესაბამისად გასცეს ეს მოწყალება, ხომ? თითოეული უნდა ეცადოს სიკეთე გონივრულად აღასრულოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული სათნოებასთან მიმართებაში და ვინც აი ამ მათ გონივრულად აღასრულებს, ის დახელოვნებული მშენებელია და მტკიცედ ააგებს სახლს თავისი სულისათვის და სწორედ ამაზე ბრძანებს წმინდა სახარება, რომ
ძელმან აღაშენოს სახლი თვისი კლდესაზე და ვერარაი წინააღმდგომი შეძრავს მასო. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ ვინც აი ამ კლდესაზე და აღაშენა თავისი სახლი, რა თქმა უნდა, მას არც განსაცდელი აშინებს, არც მწუხარება აშინებს, არც ცნეულება აშინებს, არც მტრის შემოსევა აშინებს, ვინაიდან მისი სათნოებები კლდოვანზე აშენებული არო ქრისტეს სარწმუნოებაზეა დაფუძნებული და ასეთ ადამიანს რა თქმა უნდა, რაც არ უნდა განსაცდელი მოვიდეს, ის ღირსეულად გადალახავს მას. ღმერთმა მოგცეს აი ამ შესანიშნავი სიტყვების, შესანიშნავი სწავლების, ამბადოროთეს შესანიშნავი სწავლების აღქმის უნარი ყველა ადამიანს ეს ძალიან ესაჭიროება განსაკუთრებულად ჩვენ დროში, ჩვენ როგორც წესი უაღრესად მწირნი ვართ ჩვენი სულიერებით, ჩვენი სათნოებები და აი ეს ნელ-ნელა უნდა შევიმუშაოთ ეს ყველაზე დიდი რამ, რაც არის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, რომ ნელ-ნელა სათნოება და დადებით აღვაჩინოთ ჩვენ მარადიულ